მაგრამ ეხლა ის ფონიჭალის ის რა ქვია, სადაც არაბები აპირებენ ქალაქს თბილისსა და რუსთავს შორის, სადაც დავბივართ, უკვე ამდენი ხანი გავაჩერეთ რამენაირად ამ წუთამდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს გარანტიას, რომ ხვალ არ განახლებთ. ეს იყო საპატრიარქოსი. და გაუცვალეს ხელისუფლებას ბობოყათვის სამთავრობო რეზიდენციაში. რა თუნდა სამთავრობო რეზიდენცია საპატრიარქოს. რა თუნდა სამთავრობო რეზიდენცია ხალხში უნდა ცხოვრობდეს. კელიაში უნდა ცხოვრობდეს. მაგას ნიშნავს ღვთისმსახურება, რომ ასკეტი ხარ შენ და მატერიალური სიკეთეებით ნაკლებად ხარ დაინტერესებული. სამთავრობო რეზიდენცია მისი ტყეები, მიწები, ნაკვეთები, ბიზნესები, ოლიგარქები, მისი ძმაკაცები, მეგობრები, ხელისუფლება მისი დამფინანსებელი და რაღა დარჩა წვენისგან და საპატრიარქოსგან, რაღაცა დარჩა ხალხი მითხარი. გარეჯე მე უნდა დავარბოდე ხალხო. თელი ის რა ქვია, მოსაკლავად ამდენს ალიევი ლამის. ტერაქტს მიგეგმავს და კვირაში ერთხელ აგზავნის ნოტებს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩემი დაჭერის მოთხოვნით თითქოს შულს ვაღვიებ ორ ხალხს შორის იმის გამო რომ გარეჯზე ვიღებ ხმას რომელიც წაგვართვა დაიფრო ოკუპაცია გაუკეთა ჯარები შემოიყვანა და ალიევის მეცხოვნები დაგწვერიან იქიდან მე უნდა დავარბოდე ამ საქმეზე კი მეც უნდა დავარბოდე მაგრამ ვინ უნდა მიმიწყოდეს წინ საპატრიარქო ამოუღიათ ხმა რაც არ ამოუღიათ იმიტომ რომ ალიევმა იმ სოკარის საშუალებით მიაფინანსა და პლუს ამას იმ ტაძრებში მისცა ის რა ქვია გაზი უფასო. უფასო დაგვდა გაზი და გათხოვდა. და ტაძრებს რა გაუკეთეს, გახვრიტეს, რომ გაზი შეეყვანა, ჩიქ თბილად ყოფილიყვნენ. ჩვენი წინაპრების ხელით ნაშენები ისტორიას და სისხლს და ოფს. და ჩვენ სიამაყეს და კულტურის ძეგლებს სვეტი ცხოველში კონდიციონერები მიამაგრეს. ეს რა არის, რას გავს ყველაფერი ეს? ამიტომ ამბობ, რომ საპატრიარქო უნდა იყოს ბარიკადებზე ხალხთან ერთად, თავის ბრევთან ერთად და არ უნდა უკიჟინოს, რომ შენ არ გაახვიდე, არ გააპროტესტო, მოითმინე ეზმონობა, მოითმინე შიმშილი, სიღატაკე, გაჭირვება და იქ მოხდები 64-ში. და ამაც კიდევ აქ შეუქმნას შექმნილი 64 და უკანონოს, იქაც შეპირდა 64-ს. ეს არაფერს არ გავს, ეს არც ქრისტიანობა, არც ბუდიზმია, არც ისლამია, არც ინდუიზმია, არც ციტროიზმია და არაფერი არ არის. ეს არის დანაშაული ხალხის წინაშე. ანუ სერიოზული რეფორმაა გასაკეთებელი ხალხო. სხვანაირად სახელმწიფოს ვერ შევქმნით. ვერ შევქმნით სახელმწიფოს, ვერ, იმიტომ რომ სახელმწიფო სულიერი მოვლენაა. ჯერ და მე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და გეოპოლიტიკური. და ეს სულიერების ცენტრი თუ არ გაიფილტრა და გაიწმინდა, ეხლა ეს ფაშინიანი გიჟი არ არის. დააპატიმრა ეს გარეგინა თუ კირაკოსა ის, მაგათი პატრიარქი და ვერ ჩამოვიდა ილიას დაგზალვაზე, ამის გამო აკრძალულია ქვეყნიდან გასვლა. აღკვეთი ღონისძიება შეფარდებული შეაპატიმრების სახით. რატო? იმიტომ რომ რუსეთის და მოსკოვის ცენტრი იყო ისაც სომხეთის სამოციქულო ეკლესია. და უშლიდა ხელს სომხეთის ფეხზე დადგომას და სახელმწიფოდ გადაქცევას რეალურ სიტუაციაში. ამიტომ დასჭირდა ფაშინიანს იქ კვეთრი ზომების გატარება და ამხილა ის უზნეობა, რაც იყო გამეფებული სწორი გააკეთა. იგივე გააკეთა დავით აღმაშენებელმა რუის ურბნში. ხუსლები რო დააჭრა უზნეო ღვთისმსახურებს და გაწმინდა ეს სისტემა უზნეობისგან. მერე შედგა ქართული სახელმწიფო. აღმაშენებელს არ დაუწყია დიდგორი და არაბი ემირე ჩამოგდებით თბილისში და დიდ თურქობასთან ომით არ დაუწყია სახელმწიფო შექმნა. სახელმწიფო შექმნა დაიწყო რუის ურბნისით, იმიტომ კარგი იცოდა რომ აი სულიერება რო გაიწმინდება, მერე შეიძლება მასზე ააგო ძლიერი სახელმწიფოებრივი შენობა. ვარ ვიცი ახლა მე არ მიმილო ვერ ვიფარისევლებ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ალბათ ახლა გამოხდებიან ეს ტროლები, ბოტები, ეს სულსი, მუსი, ეს პრორუსული, ეს ალტინფუები თუ ვინ არიან ეს აგენტურა ზოგი პარტიად გადაკეთებული ზოგი ისე ვითომ არასამთავრობო ჟურნალისტს დაიწყებენ ლანძღვას გინებას, რომ აი ღმერთი მაღლიდან იყურება, მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლეს ვეუბნები ჩემს ხალხს და ჩემს ერს. მე არაფერი დასაკარგი აღარ მაქვს. ერთადერთი ჩემი მოვალეობა, რაც დამრჩა, სიმართლე გითხრათ ბოლომდე, მათ შორის შიშველი ძალიან მწარე იმისათვის, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს და ჩვენ ხალხს ეღრისოს ბედნიერება. რასაც ისინი იმსახურებენ, მაგრამ აი ამ ბანდების წყალობით საპატრიარქოში თუ მთავრობაში არ გვეღირს ეს ბედნიერი დღე. და ვართ აი მოლოდინის რეჟიმში. აი ახლა დღეს გავრცელდა. აი ახლა ამათ სამართალი, ახლა ამაზე უნდა საპატრიარქო იღებდეს ხმას. ბავშვები დაჭერილები არიან ახალგაზრდები. ათასობით ადამიანი დაჯერიმებული ტროტუარზე დგომის გამო. და დღეს განთავისუფლეს იმიდან რა ქვია, განთავისუფლებად პატიმრობიდან მკვლელი ზვიადაური. ხოცების დამფუძნებელი, რომელმაც ჯერ ადრე კაცი მოკლე ჭეთურელი ბიჭი. მაშინაც გაუშვეს. მკვლელი გაუშვეს. ეხლა კიდე იარაღის ტარებაზე დაიჭირეს და კიდევ გაუშვეს.
ისე როგორც ის მოძალადე მანიაკი ლუკა კურტანიძე. დაიჭერენ ვიღაცას სცემს გაუშვებენ მერე და ეს კვლელებსია საუბარი, მოძალადეებს, იმიტომ რომ მათია. ანუ მათი მკვლელი და მოძალადე არ უნდა დაიჭერონ, უნდა გაუშვან, რაც არ უნდა ჩაიდინოს. მაგრამ აი ბავშვები რო გავიდნენ და სამშობლოს იცავენ და ქვეყანას გადაეფარნენ, ხო? იმ რით ახლა იარაღი ხوارჭერია, ძალადობა ხوار ჩაუდენიათ. აპროტესტებდნენ ტროტუარზე იდგნენ, რაც სოფლიოში აღიარებულ უფლება ადამიანებს. ამის გამო არის ციხეების სავსე და მისულა რომელიმე საპატრიარქოდან. მისულა იქ ციხეში მოუნახულებია ეს ხალხი ეს. მათ მშობლებს შეხვედრია. რამე გაუკეთებია, გარდა იმ მშრალი წერილისა, რომელიც გაუგზავნეს შეწყალების მოთხოვნით, იცოდა რომ არ დაკმაყოფილდებოდა ისეთ. ამიტომ ჩვენ გვინდა ისეთი პატრიარქი და ისეთი საპატრიარქო, რომელიც იქნება ოპოზიცია ხელისუფლების ხალხის ინტერესების დაცვაში. და ჩვენს გავყვებით უკან, რა თქმა უნდა. და მეც შევიმსუბუქდება საქმე და ჩვენ ერთ დღეს მეც მექნება საშუალება რომ გავდგე გვერდზე და დავანებო თავი ამ საშინელ ჯოჯოხეთს, რაც აქ არის მოწყობილი და იმ ჯოჯოხეთის ცენტრში მე ვარ 30 წელი. ახლა არ მითხრათ რომ არ არის ეს ასეა. და ჩემი ოჯახი გახდა მსხვერპლი ამ ყველაფერს. იმის გამო რომ სიმართლეს ვამბობ და უკან არ ვარ. არ გვჭირდება ჩვენ ხელისუფლების სატელიტი ისა, რა ქვია, საპატრიარქო. ხელისუფლების სატელიტი სასამართლო ყავს, პარლამენტი ყავს, მთავრობა ყავს, ივანიშვილის სატელიტი და პუტინის სატელიტი ყავს, ადგილობრივი თვითმმართველობა ყავს, რა ვიცი, ბიზნესი, ყველაფერი არის სატელიტი და ახლა საპატრიარქოს ხელისუფლების სატელიტობაში რა არის? აქ ნოვაცია და რა არის სიახლე და რა უნდა გვიხაროს. ამიტომ სისტემური რეფორმებია საჭირო. უნდა მოხდეს საპატრიარქოს სრული დაოლიგარქიზაცია, ოლიგარქები იქ ვერ უნდა მიდიოდნენ, არ უნდა მიქონდეთ მოპარული ფული და არ უნდა იღებდნენ შეწყალება იმას რა ქვია კურთხევას. უნდა მოხდეს სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტა იმ კონკორდანტის გაუქმება და კერძო შემოწირულობით უნდა იარსებონ, როგორც ეს ხდება სოფლიოს ყველა ქვეყანაში და ყველა რელიგიაში. არ უნდა შეერიონ პოლიტიკაში, არ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში ხელის გოგობიჭებად და უნდა ემსახურონ ღმერთს და ემსახურონ ერს, ემსახურონ სულიერებას, მომავალს და ქრისტეს გზას. და ქრისტეს გზა იყო რა? უსამართლობასთან ბრძოლა. უფალი მიმეორება არ ამხედრებულა არაბულ ულაღზე, არ ჩახუტებია მეფეებს, გუბერნატორებს, ებრძოდა ებაჟეებს, ებრძოდა ხალხის მჭაგვრელებს, აპყურებდა მშივრებს, არ ჩაუცია ძვირფასი მოსასხამი, არ დაუხურებია თავზე ოქროს გვირგვინი. ეკლესიაც არ აუშენებია, პირიქით შევარდა იმ იერუსალიმის ტაძარში და დაარბია იქ მამაჩემის სახლი, სავაჭრო მოგიქცევიათ დუქნათო მოვაჭრები რო იქ. არც ეკლესია აუშენებია, მინდორში წირავდა. ამიტომ ქრისტეს გზა ეს რა თქმა უნდა ძნელი გზა, მაგრამ ამ გზის გარეშე არ არსებობს გამარჯვება და წარმატება. ეს ძალიან კარგად უნდა იცოდნენ თვითონ ამ ბატონებმა, მაგრამ ბატონღაც ისეთი უკავიათ რომ რასაც ისინი აკეთებენ, თურმე არის ქრისტიანული, კრიტიკის გარეშე, ამაღლებული და ხმის ამოღება არ შეიძლება და მათი. ამიტომ ერთადერთი ჩვენი იარაღი არის სიმართლე, უნდა ვთქვათ, რა გჭირს. თუ ამას არ ვიტყვით, ყოველთვის ვიქნებით აი გეოპოლიტიკურ სახელმწიფოებრივ ჯურმულში, საიდანაც არანაირი გამოსავალი და არ გვექნება და არანაირი სინათლე არ გამოჩნდება გვირაბის ბოლოს, იმიტომ რომ გვირაბს ბოლო არ ექნება. უსამართლობის და სიცრუის გვირაბს ბოლო არ აქვს. იქ სინათლე არ ჩანს.